მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო, მე გახლავართ გამას მთავარი მსაჯი გიორგი დოლიაშვილი, ჩემ გვერდით კი გამას ჩემპიონი 65 კილოგრამში ბაქარ გელენიძეს. მოგესალმებით მეგობრებო და მივესალმებით გამას მაყურებელს. მე ვარ ბაქარ გელენიძე, გამას მებრძოლი და 65 კილოგრამის ჩემპიონი. არ მგონია გამას მაყურებელმა იცოდეს, მე და ბაქარის 2 წლის წინ გვაქვს ნაჩხუბარი ერთმანეთთან, ოღონ პროფესიონალურ კრივში. ეს ამბავი ხდებოდა მანამ სანამ მე ვიქნებოდი გამაში და ბაქარ გამაში ნაჩხუბი ქონა შენ მანამდე? არა, მაშინ გამაც ისეთი ახალი დაწყებული იყო, ახალი დაწყებული იყო რა. და ჩვენი ჩხუბის შემდეგ ისე მოხდა რომ ბაქარ როგორც მებრძოლი წამოვიდა გამაში, მე კი როგორც მთავარი მსაჯი ეგრე მოვხვდით. მოდი განვიხილოთ ახლა ჩვენი ჩხუბი, მაყურებლებსაც ვფიქრობ შევა დაინტერესოს, ამიტომ დავიწყოთ. იფიქრებდით მე და ეს რო ვიჩხუბებდით, არა და იმ წელს ჩვენი ჩხუბი გახდა ერთ-ერთი საუკეთესო რა. აღიარებული იყო როგორც წლის საუკეთესო ბრძოლა და ძალიან კაი იყო, ყველას მოეწონა. გამოხმარება ძალიან დიდი იყო მთელ საქართველოში ამ ბრძოლას. რავი, რა ძალიან მაგარი ბრძოლა ჩატარდა, მართლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო 2022 წელს. პირველი 10 წამი როგორც კი დავიწყე აფეთქება, აი მაშინ შევატყე რომ კაი რაუნდები არ მილის რა, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ აი ძალიან მაღალი დონის ბოქსიორია ჩემი აზრით. აი კაი მომარტყე ხა მან დასაწყისში. შენ რაც მოწონდა და მაგას ყოველთვის ვიძახი რომ ტანის მოძრაობა გაქვს კარგი. ყველა აი წელზე მოთ. კი. სწრაფი გაქვს რა და ყველა მებრძოლს დააბნევს მოკრივეს, არა მოკრივეს, იმიტომ რომ ტანი როს უმოძრაობს, ხა ჩემთვის ძალიან რთული იყო რომ მაგიტო გამაერტყა. აი აქ მომხვდა გასვლის დროს გავედი და თან ისეთი მომარტყი რომ ცოტა არ მოველოდი ნახდათ რა ამ ბოლო დარტყმას. ძალიან დონითაც მაღალი იყო. სანახაობითაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხალხმაც აღიარა და მე ბონუსებიც იყო რა მაგ ჩხუბზე ჩვენთვის. ეხა პირველი რაუნდია და ვზვერავთ ერთმანეთს, ვეცნობით ერთმანეთს, ასე რომ ვთქვათ. ბოლომდე არც ერთმა არ ვიცოდით თუ როგორი სპორტსმენები ვიყავით, იმიტომ რომ ბაქარს არ ვიცნობდი მანამდე მე ნამდვილად. ოთაშორის არც მე არ ვიცოდი, მე ისე მითხეს რომ ესეთ სისწრაფეთ, ესეთ მაღალ დონეს შენი მხრიდან ნაღად არ მოველოდი. როგორც ასეთი ძალიან სწრაფი და ისეთი აღმოჩნდი რა. და კიდე მინდა ერთ რაღაცა თქვა, რომ ხშირია ის ფაქტი, რომ ბაქარი არიდებს ბევრ მებრძოლთან ჩხუბს თავს. ბაქარი ისე დროს მეჩხუბა მე მაგალითად რა დროსაც საქართველოში არავინ არ მეჩხუბოდა მაშინ ბოქსში. და ბაქარი მარტ თქვა უარი, ამიტომ ეს ერთ-ერთი ნიმუშია იმის, რომ არავისთან არ გაურბის ბაქარი ბრძოლას და ყველასთან არის მზად, რომ იჩხუბოს და აჩვენოს ის თუ რა შეუძლია. კი, მე დამირეკე ზუსტად 3 თუ 4 დღით ადრე რა, რომ ესე ბრძოლა გაქვს და რავი მე არც დავფიქრებულ ვარ, მეთქი ჩემს რანაირი პრობლემა არის, როგორც ვიცით მე წონასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, შენთან ვიჩხუბე 67 კილოში. 65 თუ 6 იყავენ მაშინ? 65 თუ 6 ჩავაბარე, ასე რომ რავი არანაირი ის არ მაქვს რა. რო თითქოს და მოდი ჯერ ვიფიქრო, ან წონა დავიკლო, ან ასე შემდეგ. აი ეს მაგარი იყო რა. აქ უკვე შევბარბასდი, ცოტა შევბარბასდი, მაგრამ აი ეგრევე აი ძალიან სწრაფი იყავი, რავი. მე როგორც ასეთი მოკრივი არა ვარ, 90% გონია გამას მაყურებელს, რომ მე ვარ მოკრივი, არა და მე ვარ კინგბოქსიორი. მე შემდეგ გადავედი უკვე კრივზე რა. აი უკვე შესვენება არის. აქ გიგამაძლევს მაინტერესებს რას გაძლევ და მითითებებს, აი რა უნდა გეკეთებინა ჩემთან მაგ მომენტში, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი მომიცადე, შეტევა მანძილზე, გვერდებზე, ყველაფერზე ძირითადად რომელ დავალებას გაძლევდა. აი, ოდნავ ხანდახან მივდივარ თავით ამ მომენტში რა, პირველ რაუნდში და მეუბნება რომ თავით მიდიხარ, დაელოდე მის შემოტევას და შენ უნდა დაიჭირო. ცოტა ხელი გაუშალე მარცხენა, მის წამოსულიზე შენ უნდა დაიჭირო რა. ისეთ დავალებებს მაძლევდა რომ აი მართლა ყველაფერი გამომადგა, აი ძალიან მაგრად რა. და მეორე რაუნდში უკვე სხვანაირად დავიწყებ მიდგომას, ესე რომ ვთქვათ. აი ხა რასგან ნუელოდებიო, თითქმის იგივე დავალებას მაძლევდა, მეც რომ დასწრებაზე იმუშავო, არ დააწყებინო მაგას, იმიტომ რომ შენ საკმაოდ სწრაფი იყავი, თან ჩემს მსუბუქი იყავი და უფრო სწრაფად გამოგდირდა დარტყმები. კი, სწრაფი უფრო ვიყავი, მაგრამ უცბად ფიზიკა მეტი ქონდა და ცოტა უგზნობდი, წელს ქვემოთ ნეკნებში დარტყმას უკვე უგზნობდი შენ დარტყმებს მე. ბოლო რაუნდებისკენ 1-2 აი აქ მოხდა, აი ხა პროსტა აი აქ ვიგრძენი მუცელში, რაღაცა აი ოღონდ წამიერი
გაელვება იყო რა უცეს ისეთი ანუ სუნთქვის დაჭერაზე არ მომხვედრია პროსტა გაიარა რა მომხვდა და გაიარა აი ხლა გქონია რომ აზრდებ იმიტომ რომ მაგალითად ჩხუბის დროს მე რაც დარტყმა მოხვედრია მე აი ჩხუბის მერე მიგრძნია იმიტომ რომ ტკიებია მაგრამ მინდა ჩხუბის დროს არაფერი მიგრძნია მე ვიგძენი მე ხო გითხარი მე ვიგძენი პროსტა ოღონდ წამი ანუ გაიარა რა ოდენავ გაწვა და გაიარა ანუ ნუ ეხა ადრენალინი თავისას შვება მე ეგ ჩხუბის დროს რაც შემიტარებია 5 ბრძოლა მაქვს შეტარებული მარტო პროფესიონალების მეტი არა 5-0-ზე მაქვს რეიტინგი და ყველაზე რთული რაც იყო ბაქარისთან იმიტომ რომ ესეთი ტემპი არც ერთ ბრძოლაში არ მქონია ბოლო მეხუთე ვიჭხუბე 8 რაუნდიანი და 8 რაუნდშიც კი არ მქონდა ისეთი ტემპი როგორც ბაქარისთან მქონდა 4 რაუნდში კი ჩვენ ანუ მე თავიდანვე ტემპი გაგზნობინე თავიდანვე აგრესია გაგზნობინე და 4 რაუნდი მიდიოდა აი როგორ იცი დაზვერვის გარეშე ანუ უკან გასვლის გარეშე აი მიდიოდა იმენე ჩეხვა თან მორდებაც არ იყო რა ეხა ორივეს ხვდებოდა დარტყმა კი ორივეს და გასვლების სერიები რავი რა აი მაგარი სერია გამიკეთე მაგრამ მეც გიპასუხე მე ეგეთ სერია აი აქ მომარტყე სტოპის მერე აჰე სტოპის მერე გამარტყი მან აქ ყბაში ხო ნუ მე ნელა გამარტყე გაიგონე მაინც გავიგონე და მაქსიმალურად შევანელე დარტყმა რო გავიგონე ოპა აქ მაგარი გასვლა გავაკეთეთ სხვათა შორის ანუ მაგარი მოშინ დარტყმები ქონდა რა იგრძნობოდა რომ ჩემზე მძიმე იყავი და მძიმე დარტყმები ქონდა და ანუ მაქნაებდა შენი დარტყმა ამტანობით მართლა ძალიან აპრანი ხარ ძმაო მართლა აი ერთ-ერთი პლუსია საბრძოლო სპორტში გამძლეობა და დარტყმის ამტანობა ხა გინდა არ გინდა ჩხუბის დროს მაინც ხდება დარტყმა აი ვერ გადაურჩები რომ დარტყმა არ მოკვდეს ერთი ძლიერი მაინც აქციათ მოიქეცა რა გამეკეთებინა ეგრე მაგრამ არა უშავს ადრენალინი ემოცია გაწვება ჩხუბის დროს ხდება აი ხა დამთავრდა მეორე რაუნდი ხო წარმოვიდგინე პირველი რაუნდი დაწყებისთანავე იყო ტემპი და მეორეც იგივე იყო ანუ მესამე მეოთხე უკეთესი იყო რა თქმა უნდა ორი რაუნდის განმავლობაში პაუზა არ ყოფილა დარტყმით პასუხობა რა ანუ სულ გაცვლებია რა სულ სერიები სულ გაცვლები სულ შეტევები აი ხა დავალებებს გვაძლევენ ეხა გიგა მაძლევს რომ აი უნდა წახვიდე რა რაც შეიძლება უნდა გადატეხო რა და კაპიტანში კაპი დამავიდა წარმოვიდგინე რამხელა ემოციებში ვარ დინა კაპი დამავიდა გავედი მეთქი ჩხუბი მინდა რაღაცა ოპა აქ მაგარი მოხდა მაგრამ მეც საიდან მოიქნე ეხა როგორ ვარ იცი დაძაბული ვარ მეც იმიტომ რომ რამდენი ხანია ჩხუბის არ მიყურებია სიმართლეობითაც ჩემი ჩხუბის ყურება არ მიყვარს ხოლმე იმიტომ რომ ეხა შენ ამ ჩხუბის ყურება სპორტში დაგაბრუნებს ადრენალინა მოგაწვა ხო ისე ერთი მინდა ვთქვა რომ ცოდნო და გამა რო ვიღაცას ჩემთვის ეთქვა რომ შეიძლება მეჩხუბა დიდი ალბათობით სანამ სპორტს გავანებებდი თავს და შევეშვებოდი გამაშიც მოვწვიდი ჩემბეთს უბრალოდ სპორტზე რო თქვი უარი და რო შევეშვი მაგის შემდეგ გადავწყვეტე რომ საერთოდ აღარ მეჩხუბა და სხვა პროფესიით წავსულიყავი უკვე და იმ პროფესიისთვის მიმეხედა სხვათა შორის მე რო გავიგე რომ სპორტს თავი დაანებაო აი მაგარი გული დამწყდა რა და ამ დონის ესეთი დონე ესეთი კლასი ესეთი ბოქსერი რო თავს ანებებს გულდასაწყვეტია ხო ხდები გულდასაწყვეტი არის მაგრამ ნუ რაც შენ კარიერას მიხედავ ზოგადად რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება მაგრამ მებრძოლებს და სპორტსმენებს ურჩევ რომ ის შანსი რასაც გამა გაძლევთ გამოიყენოთ გამოსადოთ თქვენი ბედი გამაში და როგორც ძალიან ბევრი სპორტსმენი გაიცნოთ თელმა საქართველოს ასევე გაგიცნობთ თქვენ და მართლა ძალიან დიდ პოპულარობას მოიპოვეთ და არა მარტო პოპულარობას მატერიალურ სარგებელსაც ნახავთ ჩემი აზრით საკმაოდ დიდს. აქ მაგარი მოხდა 1 2 3 4. ეხა ერთ რამეს ვიტყვი რა. აი ეს რო ჩხუბი ჩატარდა, აი ეს რო ჩატარებული იყო გამაში. ჩემი და შენი ბრძოლა აი ესი ხო? აი რავი რა. საქართველოს კი არა მე მგონი მსოფლიო გაგვიცნობდა. ისეთი დონე ვანახეთ რომ ესეთი ბრძოლა რო სამურავებში სხვანაირი ყოფილიყო ესეთი ჩხუბი მაგრამ ტემპი იქნებოდა ეგეთი. და ჩემი აზრით ერთ ვიტყვი რომ ანუ კენტოსებით რომელიღაცა გავგორდებოდით. აი შანსი არაა რა. აგ ისეთები მოხდა ხელთათმანებში რომ ჩემი ბაზისი არის კრივი და აი კრივი როგორც მიყვარს მთელი ჩემი ცხოვრება კრივში მაგატარებული რა და ეხლა ვადევნებ თვალს.
პროფესიონალებში რაც ყოფილა ჩხუბები მარტო მაგ წელს იყო რომ წლის ბრძოლა აღიარეს. კი. დანარჩენი არც ერთ წელს არ შემოხვედრია რომ რამე წლის ბრძოლა ყოფილიყო. აი წლის სპორტსმენი და რაღაცა ყოფილა, მაგრამ ეს რომ წლის ბრძოლა იღიარებინოთ ამ ბრძოლის გარდა არ შემოხვედრია არასდროს. ნუ ჩვენ ვიყავით პირველები რომლებიც აღიარეს რომ წლის ბრძოლა დაიმსახურა ეს და გელენიძემ დაიმსახურა და ყველა მეოთხე დაიწყო მეოთხე დაიწყო და ეგრევე ტემპი ნახე კიდე ტემპი რავი რა ეხლა უყურებ დიდი ხანი არ მიყურები ამ ბრძოლას და ჩემი თავის მიყვრის რომ აი რანაირად როგორც პირველ რაუნდში ურტყამთ ისე ურტყამთ მეოთხე რაუნდშიც აქ მაგრად მაგარ მომენატრა ის ძალიან მომენატრა მე მგონი ეს ბრძოლა დაგაბრუნებს სპორტში რა ნუ მაგრად გამიხარდება რომ დაბრუნდე. ეხლა იმდენი მაგწონა მომატებული. სპორტისტის უკვე მაქსიმუმ ფორმაში შევიდე რომ კარგად ვიყოს, რა სპორტისტის უკვე ძნელია, იმიტომ იმდენი შრომა ჭირდება სპორტ ზოგადად აქტიურ სპორტს. აი ძალიან დიდი შრომა ჭირდება და ყველა მებრძოლს მოუწევთ იმისკენ რომ რაღაცას როცა გადადებ თავს და ბრძოლობ, გამას მებრძოლი ხარ, ბოქსიორი ხარ თუ ვინც ხარ, უნდა ჩადო მაქსიმუმ იქ რომ გამოგივიდეს რაღაც. რა თქმა უნდა. რომ რაც უფრო მეც შრომობ და მეც აკეთებ, უფრო წარმატებული ხარ და უფრო გიფასდება ეს შრომა. და მე უკვე წელიწადნახევარი გავანებეთავე რა იმ სპორტსმენებს, აი მაგალითად შენ ახლა ფიზიკურად ვეღარ დაგეწევი, იმიტომ რომ ეს წელიწადნახევარი შენ ვარჯიშობდი და მე კიდე სხვა საქმე წავედი და სხვა საქმე დავყავდი. ამიტომ ისო დაგეწიო, ძალიან დიდო დაჭირდება. სპორტი რა შვება ხედავს, ანუ ამ დროს ახლა მე და შენ რო ვიჩხუბეთ, საერთოდ არ გიცნობდი. და აი მინდოდა შენი ცემა. აუ სპორტულად ხო ხდები, მინდოდა შენი ცემა. იქ რო ადიხარ ცემა გინდა. მინდოდა შენი დაზიანება. აი ეს მოლაკვეთი იყო. როი ჯონსი. რომ მოვიდომე თორე, მაგრამ მე მივხვდით რომ ოპა შენ აქედან მე აბაროტი აგიღე, მაგრამ ვეცე ვერ მოგარტყი რა. მე ორეს გაგვეცილა. შენი ხელი ჩამოვართვით და გავაგზავნეთ. ხო და ნუ დღეს როგორი ურთიერთობა გვაქვს? ანუ სპორტი რა არის? ის სპორტი მარტო ხელების ქნევა, ცემა და დაზიანება არ არის რა. სპორტი გაყალიბებს ადამიანად, გაახლოვებს, ანუ უფრო ჩამოყალიბებული ხდები ცხოვრებაში ხდები. მარტო ტრანვები არ არის, მარტო ჩხუბი არ არის და ცხუნპირის ընტრევა მარტო არ არის რა. ანუ მაყურებლებს ეუბნები ამას. ერთ სიტყვით ბაქარის დამსახურება, მე რო დღეს გამაში ვარ. ხო, მე წამოდი შენ გამაში. მე რაღაც პერიოდი 2-2-ში ვარჯიშობდი და გამას შეჯიბრებებს დავიწყე სიარული, მე დავჯექი მსაჯად და აღმოჩნდი ისე მთავარ მსაჯად და უკვე 2 წელი არ ამის წელიწადნახევარია, რაც გამას მთავარ მსაჯი ვარ და ერთი მინდა თქვა რომ აი ხო ესეთი ბრძოლა ჩავატარეთ, ხო ესე ურტყით ერთმანეთს, მაგრამ ამ ბრძოლის შემდეგ ეხლა შევა ზოგმა ცუდათაც გამოიყენოს, მაგრამ ამ ბრძოლამ და სპორტმა დაგვაახლოვა მე და ბაქარი და სადაც არ უნდა შეხვდეთ, როგორც არ უნდა შეხვდეთ, გვიხარი ერთმანეთს დანახვა, გურში ვიხუტებთ და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბა რა. რა თქმა უნდა. და არა მარტო ბაქარისთან, აი კიდევ მიმოვარებ რომ გამაში მაგალითად მე ამ ბრძოლის შემდეგ მოხვდი. აქედან დამინახეს რომ რაღაცა ვიცი, მაგ გამოცდილება და მე მოდი გიგასაც თავარი მსაჯი. არა მარტო ბაქარის გიგასაც ამბრძოლით დაუახლოვდი. გიგა აქ იყო, გიგა ჩემი ტრენერი ისა, ჩემი ტრენერია და იმ დროს ჩემ გვერდით იყო და რო შეხედა, იქიდან გამომდინარე დაუკავშირდა მე, მოვიდა მთავარ მსაჯად და ეხა გამაშია რა. ერთი რა მაინტერესებს, აქ უნდა კითხო ეგ. რატო გეგონდა რომ მომიგე? რატო გეგონდა რომ მომიგე? ზადნი არ მივეცი, ხვდები? ან თავდაჯერებულად ვიყავი რა, აბა, ანუ ეს ეყურებ ჩამოყრილი, ხოლმე არ მიყვარს ზადნის მიცემა, აი არც ერთ საქმეში რა. მალევე უკვე გაჟღერდა რომ წლის ბრძოლა იყო, ასე რომ ჩემო მეგობრებო და გამას მაყურებლებო, მე და დოლიაშვილს ისეთი ბრძოლა გვაქვს ჩატარებული, რომ აი მართლა რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იყო და იმის მერე დავახლოვდით, იმის მერე დავმეგობრდით. და ამიტომ სპორტი არის ჯენტლმენების ესე ვთქვათ რა და სპორტი არის ვაჟკაცური. და მოუწოდებ ყველა მებრძოლს, მithmetes გამას მებრძოლებს, რაც ხდება საბურავების შიგნით, ან кейჯის შიგნით, უნდა დატოვოთ იქ. დანარჩენი უკვე ხელისჩამორთმევა, მეგობრობა, ხელისჩამორთმევა, დაახლოება, ქართველები ვართ და ესე უნდა იყოს ყოველთვის. მადლობას გიხდით ჩვენი მოსმენისთვის, ჩვენი ყურადღებისთვის. დროებით მადლობთ ყურადღებისთვის.